დააგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოვიდა ჩვენი ტრადიციული სამედიცინო რუბრიკის დრო. შეგვიძლია მივესალმოთ ჩვენს კოლეგას. დავუთმოთ ეთერი. სამედიცინო რუბრიკის სპონსორია GPC. სასარგებლო რჩევები თქვენი აპტიაკისგან. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩვენი რუბრიკა ეთერშია. დღეს არის პარასკევი და მინდა არაჩვეულებრივი სტუმარი წარმოგიდგინოთ. ქალბატონი მადონა ჯუღელი, ის არის გინეკოლოგი. ამის გარდა არის საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, მეცნიერებათა დოქტორი, საშუალოთა წყლის პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ეს ყველაფერი ის არის. გამარჯობათ, ქალბატონი. დიდი მადლობა, რომ მოგზავნით ჩვენთან, იმიტომ რომ თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მისი დროულად გამოვლენა, რომ მე არ გართულდეს. რაც თავარია, ყველაფერს მოევლება თუ დროულად დავიწყებთ ზომების მიღებას და სწორედ ამისთვის გვაქვს ეს რუბრიკა საჭირო რჩევები GPC-სგან და ყავს ეს არაჩვეულებრივი სტუმარი დღეს. ქალბატონი მადონა, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვირუსული ბაქტერიების ინფექციების პროფილაქტიკაზე. რა შეიძლება იმან გამოიწვიოს ამ ყველაფერმა და რა უნდა მოდით ესე ვთქვათ დავიწყოთ ჯერ პრევენციით, ანუ რა უნდა გავაკეთოთ მანამ რომ ეს ყველაფერი არ გართულდეს. ზოგადად რაზე გვაქვს საუბარი, ეს რა თემებია, რა ვირუსებია, რას იწვევენ და მე იმ შემთხვევაში დავუშვათ როგორ მიდის მკურნალობა, რამდენად რთულია. ეხლა ჩვენ მანამდე სამ შევავიდეთ და ეთერში ვამბობდით, რომ მე არ ვიცი როგორ სხვები, მაგრამ ჟურნალისტებისთვის თავარია, ამ სფეროში ვინც მუშაობს, პროდიუსერებისთვისაც, რომ რაღაცა რაც გვინდა რომ გვეშველოს, უნდა გვეშველოს სწრაფად და ეფექტურად. დროც ცოტა დავკარგოთ ამაზე. მსგავსი საშუალებები თუ არსებობს ამ შემთხვევაში. მე უბრალოდ ჩამოყალიბდები, რომ რა თქმა უნდა, მარტო ცალსახად განვიხილოთ, რომ მარტო ერთი პაპილომა ვირუსზე, ან ჰერპეს ვირუსი, ან თუნდაც ბაქტერიული ინფექცია ძალიან ხშირად უფრო არის ხოლმე ერთად ასოცირებული ინფექციების თანაარსებობა. რა არის ამისი პროფილაქტიკა? რა თქმა უნდა, თავის დროზე ექიმთან მისვლა, პროფილაქტიკური გასინჯვა და ჩატარება იმ პროფილაქტური ღონისძიებების, რომელიც მოიაზრება იმ ყველა. იმიტომ რომ მე რამდენიც ვიცი, სიმპტომები არ აქვს ესეთი რაღაც გამოვლენილი. რა თქმა უნდა, მეტი წილი 2/3 პრობლემების, რომელიც ასახულია თუნდაც საშოზე, ყელზე და ასე შემდეგ, ასიმპტომურად მიდის. ნუ დავიწყოთ ყველაზე გლობალური პრობლემა, რაც დღეს მთელ მსოფლიოში განიხილება და აქტუალურია დღეს, ეს არის პაპილომა ვირუსული ინფექციის არსებობა, რომელიც მოიაზრება როგორც საშუალოსნუყელის ონკოგენური პათოლოგიის წარმოშვების აგენტი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ არის საშუალოსნუყელის კიბო, რომელიც მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას თავისი გავრცელებით და სიკვდილიანობით, ზუზუს კიბოს შემდგომ და მიზეზი ამისი დადგინდა 2008 წელს, ეს არის პაპილომა ვირუსული ინფექცია. თვითონ ამ ვირუსს არანაირი სიმპტომები არ ახასიათებს, რადგანაც ეს არის საკმაოდ ისეთი მებრძოლი ვირუსი, შეიძლება ისეთი მარტი ენაზე ვთქვათ, რომ ჩვეულებრივად შემოდის ორგანიზმში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ხშირი ინფექცია, რომელიც ჩვენ ხვდება. ეს არის ქალებში 10 ქალში 8 ქალი მაინც ცხოვრებაში ერთხელ ინფიცირდება ამ ვირუსით და სიმპტომები არანაირი არ აქვს. თქვენ ახსენეთ მანდილოსნები, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მამაკაცებშიც არის მსგავსი სიმპტომი, ანუ ემართებათ. და რაღაც მომენტში გადამტანები ხდებიან კიდეც. თვითონ ვირუსული ინფექცია, რომელსაც ქვია პაპილომა ვირუსი, გადამტანი არის მამაკაცი. ასე ითვლება დღეს. ოღონდ საზღარი მამაკაცები რა. თვითონ ვირუსული ინფექციის მანიფესტაცია მამაკაცებში თუ ეს ქალში 10 ქალში 8 ქალს აქვს პრობლემა, მამაკაცში 10 კაცში 2 კაცს შეიძლება განვიხილოთ როგორც პრობლემატური დაზიანება. ეს არის ასოს კიბო, ეს არის სწორენაცვლავის კიბო, ხორხის კიბო და ასე შემდეგ. თვითონ როგორც პრობლემა ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ არის რამდენიმე ტიპი პაპილომა ვირუსის, მაგრამ აშკარაა, რომ 15 მათ შორის არის მაღალონკოგენური, რომელიც იწვევს 70% შემთხვევაში იმ ონკოგენური პათოლოგიის ჩამოყალიბებას, რომელიც ასიმპტომურად მიდის, ანუ კიდევ ამაზე ლაპარაკი და რა თქმა უნდა, პაციენტი ამას ვერ გზნობს და ძალიან დაგვიანებული პათოლოგია მოდის უკვე ჩვენთან. ანუ თუ მას რაღაცა შეაწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა პროცესი უკვე წინ წავიდა და აქედან გამომდინარე მე უკვე ძალიან ძნელია, რთულია, თუმცა შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება. იმისთვის რომ ესეთი სიტუაცია არ შეექმნას, ამისთვის აუცილებელია წინასწარ, ანუ არის აცრები, რომელიც ძალიან პოპულარულია ახლა და ვიცით, რომ ბავშვებსაც უკვე წრიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმუნიტეტს ამაღლებს, რამდენიც ვიცით, სწორედ იმ ვირუსების, იმ ფორმის, აი ამ პაპილომა ვირუსის იმ ფორმის, რომელიც იწვევს სწორედ ონკოლოგიურ დაავადებებს. ამის გარდა ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს მკურნალობა მიდის პარალელურ რეჟიმში იმ ინფექციების, რომელთან ერთადაც გავრცელებულია
პაპილომავირუსი. ანუ ის ყოველთვის არის რომელიღაცა ვირუსთან ერთად, ხო? ბაქტერიასთან უპროცენტ. ეს არ არის, მაგრამ მეტი ხშირია, რომ ასოცირებულია სხვასთან. აი, უცებ გეტყვით, რომ თვითონ მთელ მსოფლიო ეძებს გამოსავალს, როგორ ვიმკურნალოთ პაპილომავირუსს, მაგრამ მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს. არის პრევენცია, ანუ არის თუნდაც ის, რომ გაკეთდება ვაქცინაცია. ვაქცინაცია ყველაზე უმჯობესია გაკეთდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რადგანაც ის უკვე 100%-ით იცავს იმ 4 ტიპის ვირუსისგან, რომელსაც ქვია პაპილომავირუსის მაღალონკოგენური შტამი მე-16-მე-18 და დაბალონკოგენური მე-6-მე-11 და ასევე 33% შემთხვევაში ის იცავს სხვა ტიპების, რომელსაც მაღალონკოგენურობა ახასიათებს. მაგრამ ვლაპარაკობთ, მოვიდა პაციენტი. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს დაისვა დიაგნოზი, რომელიც არის პირველი ხარისხის დაზიანება. მასთან ასოცირებულია სხვა ინფექციები. ეს სხვა ინფექციები შეიძლება იყოს ხლამიდიოზი, შეიძლება იყოს მიკოპლაზმა, შეიძლება იყოს ტრიხომონიაზი, ანუ სხვადასხვა ასოცირებული ინფექცია და ჩვენ ვთავაზობთ პაციენტს რას? კი, ჩვენ გამოსავალი გვაქვს, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პრობლემას, არ მოვახდინოთ არანაირი ჩარევა, თუნდაც ეს არის ქირურგიული, მაგრამ არის საშუალებები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც იმუნური პასუხი გაძლიერდეს. ეხლა რა ხდება იმუნურ პასუხზე? პაპილომავირუსი როგორც შედის ორგანიზმში, ძალიან ხშირად ლაპარაკობთ, ჩვენ იმუნური პასუხი იმდენად დაბალია, რომ ორგანიზმი მას ვერ გზნობს, რომ მასში ეს ვირუსი არის. ეს გამოც მანიფესტაცია არ არის, ანუ არ არის კლინიკური ნიშნები და იმუნური პასუხი რადგანაც დაბალია, იმდენად კარგად არის ეს შემოფარგლული ვირუსი და იმდენად კარგად არის მიმიკრია იმისი, რომ მას არ გააჩნია იმუნური პასუხის შესაძლებლობა, რომ ორგანიზმს მიიცეს საშუალება, რომ მე ეხლა შემოვედი და მოდი ეხლა მე მებრძოლე. რადგანაც ასეთი ბრძოლის უნარიანობა ორგანიზმში არ არის, ჩვენ შევეცადეთ, რომ რაღაცა სხვადასხვა პრეპარატების სახით გქონდეს ამის საშუალება, რომ დავეხმაროთ. რა დავეხმაროთ? ბიოლოგიაში ასოცირებული ინფექციები მოვახდინოთ, იმ ასოცირებულ ინფექციებზე მკურნალობა, თუნდაც ეს არის ტრიხომონიაზი, არის ხლამიდიოზი, გონოკოკური ინფექცია, სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც A და B შტამით ხდება. ეს არის რომელიც ასუსტებს ამას. რა თქმა უნდა, ასუსტებს მას, ასუსტებს მის ზემოქმედებას და ასევე სხვადასხვა ინტერფერონის პრეპარატები. ამჟამად ძალიან კარგი ჯგუფის პრეპარატებია ინდუქტორები, ინტერფერონის ინდუქტორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ იმუნური პასუხი გაძლიერდეს. ანუ შემოვიდეს ადგილობრივი იმუნიტეტი და ბრძოლის უნარიანობა აიმაღლოს ორგანიზმში. ესე იგი, თუ ჩვენ საშუალება გვაქვს, თუნდაც ანტისეპტიკური არის, თქვენ ხედავთ ჩვენ წინაშე პრეპარატებს, რომელიც ანტისეპტიკური პრეპარატი მიკრობული ზემოქმედების შედეგად შეგვიძლია ვიხმაროთ, როგორც თუნდაც იმ პრეპარატების გამოყენებით, ეს უკვე სხვა ჯგუფის პრეპარატია, მაგრამ თუნდაც ანტისეპტიკი, რომელსაც თქვენ წინაშე ღვთინესებთ, მე პირადად ძალიან აქტიურად ხმარობ ამ პრეპარატს, რადგანაც ამას აქვს ძალიან ესე იგი ფართო ანტიმიკრობული სპექტრი. ეს არის პროტოზოა ინფექცია, ეს არის სოკოსაწინამდეგო, ეს არის ანტივირუსული ეფექტი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაქვს აქ ძალიან კარგი ადგილობრივი ეფექტი და პაციენტს შეუძლია, რომ თვითონ გამოიყენოს. არ არის საშუალება, როგორც ძველად იყო ხოლმე პაციენტი დადიოდა მასე პროცედურებზე, მას ჭირდებოდა დროის დაკარგვა. თვითონ შეუძლია აპლიკატორის მეშვეობით მოახდინოს ლორწოვანზე ზემოქმედება ამ პრეპარატის და შესაბამისად ეფექტურად როგორც ჩვენ მოვითხოვეთ, ხო ჟურნალისტები? სწრაფად და ჩქარად. და მეორე მომენტიც, რომ ჩვენ რადგანაც განვიხილავთ, რომ პაპილომავირუსს არა აქვს ადგილობრივი იმუნიტეტის ძალიან მცირეა იმუნური პასუხი, ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ინდუქტორი ინტერფერონის შევიყვანოთ ორგანიზმში და მოვახდინოთ იმუნური პასუხის გაძლიერება ადგილობრივად. შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია აი ამ იმისთვის, რომ ჩვენ ნაკლებად ჩავერიოთ იმ პრობლემაზე, რომელსაც ქვია დისპლაზია, საშნოს ყელის დისპლაზია, ეს იქნება ვულვის თუ საშოს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებია ინვაზიური ჩარევა, უფრო მეტია იმის საშუალება რეპროდუქციული ფუნქციაზე ლაპარაკი. რაც უფრო მეტია ქირურგიული ჩარევა, უფრო მეტი პრობლემა ხდება, რომ იქ უშვილობის პათოლოგია ვლინდება და თუნდაც სოციალური პრობლემა, თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემა. ის რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, დროულად მოვახდინოთ გამოვლინება იმ და იმ პათოლოგიის, მოვახდინოთ თუნდაც იმ პრეპარატების, კარგი პრეპარატების. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ეს რაღაცა ისეთ მიდგომა, რომ მე ან
მე უკვე ვხედავ, თუნდაც ის გერმანიაში მე მახსოვს, როცა გავიარე რაღაც სპეციფიური კურსი, მაშინ ჩვენთან არ იყო ეს პრეპარატი, თუნდაც ეს ოკრინისეპტი, ძალიან გულდასმით დავიწერე ეს პრეპარატი რას ნიშნავდა, იმიტომ რომ ჩარევის წინ ექიმები ამას იყენებდნენ, რომ ლაზერულ კონიზაციას სწავლობდი მაშინ და რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში მაგ მსგავსი პრეპარატი შემოგვიყვება. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონი მადონა. ყველაზე მთავარი არის დროზე მივაკითხოთ ექიმს. გავიგოთ რა პრობლემაა გვაქვს და მე უკვე გაცილებით უფრო ადვილია იმ პრობლემის აღმოხრა, ან დაუშვათ პროცესი რო წინარ წავიდეს ამის შველა მოკლედ. მაშინ ასე, ჩვენ გევშտობთ მომავალ პარასკევამდე, ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახდათ ქალბატონი მადონა ჯუღელი, გინეკოლოგი. აღარ ჩავუსვლებ მის რეგალიებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. თუ თქვენ დაგაინტერესებთ მისგან ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ მოგწეროთ იმედის დილის გადაცემის Facebook-ის გვერდზე, ამის გარდა GPS-ისაც აქვს Facebook-ის გვერდი და ქალბატონი მადონა პირადად გაგცემთ შეკითხვებს, იმიტომ ჩვენ მის ტელეფონსაც დავტოვებთ სტუდიაში და თუ დავუშვათ დარეკავთ მე, როცა ჩვენ ერთად გავალთ, გექნებათ საშუალება პირადად მასაც გაესაუბროთ. კარგად გზადებოდეთ, მომავალ პარასკევამდე გევშტობთ. დიდი მადლობა ქალბატონი მადონა. სამედიცინო რუბრიკის სპონსორია GPS. სასარგებლო რჩევები თქვენი აფთიაქისგან.